ბოლო წლებია სიტყვა სანქციები თითქმის ყოველდღიური ლექსიკის ნაწილი გახდა. მუდმივად ვისმენთ, ვინ დაემატა სანქციების სიას და ვის რა აუკრძალეს. რას ნიშნავს სანქცია და როგორ მუშაობს ის? ამ ვიდეოში ამაზე დეტალურად მოგიყვებით. სანქციები ისეთივე საბრძოლო ტაქტიკა გახდა, როგორც ტანკები და დრონები. დღეს, როდესაც ქვეყნები ომში პირდაპირ სამხედრო ჩარევას ერიდებიან, სანქციების დაწესება ხდება ერთგვარი პასუხი აგრესიაზე. ასე ფული, გადარიცხვები და ტექნოლოგია თავად იქცევა იარაღად. ყველაფერი ის, რაც დღეს ერთმანეთზე დამოკიდებულ მსოფლიო ეკონომიკაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სანქციები როგორც წესი არის სია. ეს არის ხან ადამიანების, ხან კომპანიების, ხან ნივთების სია, რომელიც ამბობს, ამასთან არ ივაჭრო, ფული არ გადაურიცხო, ანგარიში არ გაუხსნა, ტექნიკა არ მიყიდო, ქვეყანაში არ შემოუშვა. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ სანქციები რაღაც შორეული შეზღუდვებია, თითქოს ბიუროკრატების მორიგი სიაა და ჩვენზე უბრალო ადამიანებზე გავლენა არ აქვს. მაგრამ, როცა აგრძელვები ძალაში შედის, ეს ცვლის არა მხოლოდ მთავრობის გეგმებს, არამედ მოქალაქეების ყოველდღიურობასაც. წარმოიდგინეთ, ერთ დღეს იღვიძებთ და თქვენი ვიზა ან Mastercard ბარათი აღარ მუშაობს, მისი გამოყენება არ შეგიძლიათ, საყვარელი ნივთების ონლაინ გამოწერას ვეღარ ახერხებთ, ასევე დაახლებიდან ქრება თქვენთვის სასურველი პროდუქტი და მსოფლიოს დიდ ნაწილში მოგზაურობა, სწავლა და მუშაობა გეგრძალებათ. ეს ახლახანს მოხდა რუსეთში, ბელარუსში და მსოფლიოს სხვა ავტორიტარულ ქვეყნებშიც. I'm authorizing sanctions on Russian officials. 2014 წელს, როცა რუსეთმა ყიდმი დაიკავა, პირველად დაეკისრა ეკონომიკური სანქციები. ყველაფერი კიდევ უფრო გამკაცრდა, როცა ის უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. დღეს რუსეთი მსოფლიოში რეკორდსმენია. მის წინააღმდეგ მოქმედებს 16,000-ზე მეტი სხვადასხვა სახის სანქცია და ეს უფრო მეტი არის, ვიდრე ირანის, ჩრდილოეთ კორეის ან სირიის შემთხვევაში. სანქციებმა საწყის ეტაპზე მართლაც მძიმე დარტყმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკას. რუსეთის ბაზარი დატოვა 1500-ზე მეტმა კომპანიამ, მათ შორის ისეთმა ბრენდებმა, როგორც არის McDonald's, Apple, IKEA და სხვა. Mass exodus of major international companies. McDonald's, Coca-Cola, Starbucks. More than 600 foreign brands have announced their withdrawal from Russia. ბევრმა ქვეყანამ რუსულ ავიახაზებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალა, ხოლო დასავლურმა კომპანიებმა მთლიანად შეწყვიტეს რუსეთში ფრენა. სანქციების სამიზნედ რუსი ოლიგარქები იქცნენ, მათ დაუყადაღეს იახტები, გაუყინეს უცხოური აქტივები, ჩამოართვეს ძვირადღირებული სახლები და შეუზღუდეს მოგზაურობის უფლება. ასევე გაიყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის საგარეო ვალუტის რეზერვებიც, დროებით დაიხურა საფონდო ბირჟაც და რუსულმა ბანკებმა SWIFT-ის სისტემაზე დაკარგეს წვდომა, რაც საერთაშორისო გადარიცხვებს თითქმის შეუძლებას ხდის. თუმცა ოლიგარქები თავიანთი სუპერ რესურსებით მალე ადაპტირდნენ ამ ახალ რეალობასთან და ამ ფონზე ყველაზე დიდი ტვირთი ჩვეულებრივ ადამიანებს დააწვათ, როგორც ხდება ხოლმე, სწორედ მათთვის გაძვირდა პროდუქტი და დაკარგეს წვდომა საერთაშორისო პროდუქტებზე. როგორც ვარაუდობდნენ, რუსეთის ეკონომიკა ამ სანქციების შედეგად არ ჩამონგრეულა, თუმცა გადავიდა საომარ რეჟიმში. ანუ რუსეთის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის 40% არის სამხედრო ხარჯებზე მიმართული. უცხოური ბრენდები გავიდნენ, მაგრამ მათი პროდუქცია მაინც გამოჩნდა რუსულ ბაზარზე, ხშირად მესამე ქვეყნებიდან შემოტანილი პარალელური იმპორტის სქემებით. აი ფაქტი უკვე მეორე წელი აქვეყნებს გამოძიებებს იმაზე, თუ როგორ ხდება სანქცირებული ნივთები რუსეთში საქართველოს გავლით. თუ ეს თემა უფრო სიღრმისეულად გაინტერესებთ, მაშინ სტატიებისა და ფილმების ბმულებს ამ ვიდეოს აღწერაში იპოვეთ. რუსეთის მიერ სანქციების გვერდით ავლაზე საერთაშორისო მედია ბევრს წერს, მაგალითად ალ-ჯაზირას გამოძიება აჩვენებს ბრენდების შეძენა რუსეთში, რომ ჯერ კიდევ მარტივად არის შესაძლებელი. ამის მიზეზიც ასევე მარტივია, რუსეთმა შეარბილა იმპორტის წესები, ახლა პროდუქცია შეიძლება ქვეყანაში ბრენდის, მფლობელის თანხმობის გარეშეც კი შევიდეს, თუ ის ისეთი ქვეყნიდან მოდის, რომელმაც სანქციებს ხელი არ მოაწერა. მაგალითად, Apple-ის ბრენდი კვლავ ხელმისაწვდომია რუსულ Amazon-ის მსგავს საიტზე, როგორც არის Yandex Market და სხვათა შორის საკმაოდ კონკურენტულ ფასად. იგივე ხდება მანქანებზე,
დასავლურმა ბრენდებმა, როგორც არის BMW, Audi და Ford, რუსული ბაზარი დატოვეს, მაგრამ მათ ადგილას ჩინური წარმოებლები გამოჩნდნენ, მათი წილი 10-დან 50%-მდეც კი გაიზარდა. ამ სქემებში ჩართული არა მხოლოდ ჩინეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები, არამედ საქართველოც. თქვენც ერთ-ერთ შემოვლით გზად ვიქეცით და ამ გზაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეგრეთ წოდებული შუამავალი კომპანიები, რომლებიც რუსულ კომპანიებთან ვაჭრობენ. ჩვენი გამოძიებებით არაერთი ასეთი ქართული, ყირგიზული, სომხური თუ ყაზახური კომპანია გამოვავლინეთ. სწორედ ამიტომ აშშ და ევროკავშირი არა მარტო რუსეთს, არამედ ამ სავარაუდო შუამავლებსაც აკვირდება. ყირგიზეთის შემთხვევაში დაასანქცირეს კიდეც ამგვარი შუამავალი კომპანიები და მათი მომსახურე ბანკები. რას გვეუბნება ეს ფაქტი საქართველოს სავარაუდო მომავლის შესახებ? რას ნიშნავს სანქციებისგან თავის არიდებაში მონაწილეობა ქართული ეკონომიკისთვის? თვისობრივად შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულება უკანასკნელ კვირებში რუსეთის მიმართ. ვერ ხერხდება და სავარაუდოდ ვერ მოხერხდება მშვიდობის დამყარება და შესაბამისად ახალი სანქციების გზით წნეხის განხორციელების ეტაპი იწყება. რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრად შემივარაუდით, ბევრად გამკაცრდება ფინანსური სანქციები, ბევრად გამკაცრდება რუსეთის მიმართ სხვა ტიპის სანქციები და ჩემივე ვარაუდით ვფიქრობ, რომ ის სქემები, რა სქემების საშუალებითაც საქართველოს მაგალითად სარგებლობდა და აწარმოებდა ირიბ ვაჭრობას, ან ხელს უწყობდა ირიბ ვაჭრობას პირობითად ამერიკასა და რუსეთს შორის ის სქემები ვეღარ იმოქმედებს. სანქციების ფონზე რუსეთის სლოგანი გახდა იმპორტის ჩანაცვლება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ქვეყანა არის დღემდე უცხოურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებული. იქ ვერ იწარმოება თვითმფრინავი, ვერ ფუნქციონირებს ქარხნები სრულად და ვერც სამხედრო დრონი იქმნება უცხოური კომპონენტების გარეშე. ასე რომ სანქციები არ არის მხოლოდ დიპლომატიური ჟესტი ან ქაღალდზე დაწერილი შეზღუდვა, ეს არის მექანიზმი, რომელიც რეალურად ცვლის ადამიანების ცხოვრებას და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს ამ სისტემას დაუძურეს, თამაშის წესები მისთვის მაინც იცვლება. ეს აღარ არის მხოლოდ ტანკების ომი, ეს არის მონაცემების, ლოჯისტიკის და ფინანსების ომიც, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა. ახლა ვისაუბროთ იმაზე, რა ხდება, როცა ფიზიკურ პირს უწესებენ სანქციებს. მას ეზღუდება უძრავი ქონების გამოყენება, ვერ სარგებლობს საბანკო ანგარიშებით და ბარათებით, ვერ მოგზაურობს სანქციების დამწესებელ ქვეყნებში, ვერ იყენებს აქტივებს საზღვარგარეთ თუ ასეთი რამ გააჩნია და ვერ შედის საერთაშორისო ბაზრებზე თავისი ბიზნესით მაგალითად. სწორედ ეს ქმნის ივანიშვილისთვის ყველაზე დიდ რისკს. საფრთხე ემუქრება მის ფინანსურ თავისუფლებას, ქონებას და საერთაშორისო სივრცეში მანევრირების უნარს. წარმოიდგინეთ, გაქვთ მილიარდობით დოლარი, უმეტესად ოფშორებში გადამალული, ახლა კი სანქციების გამო ამ ქონების გაყინვით გემუქრებიან და გიწევთ, რომ ყველაფერი სანდო ადგილას გადმოიტანოთ ხელოვნების ნიმუშებით, სავსე კონტეინერებით და ახლად რეგისტრირებული კომპანიების გამოყენებით. ივანიშვილს და მის ოჯახს ამერიკამ უკვე დაუწესა სანქციები, რაც ნიშნავს, რომ პირადად მასთან ამერიკული კომპანიები ვეღარ ივაჭრებენ, მის ამერიკულ აქტივებს კი საფრთხე ემუქრება. შესაძლებელია იგივე გააკეთოს ბრიტანეთმაც, ამაზე არაერთი განცხადება ვიხილეთ. ამ პირობებში საქართველოს სწრაფად შეცვალა საგადასახადო კოდექსი, რაც გადასახადების გადახდის გარეშე ოფშორული ქონების ქვეყანაში გადმოტანის საშუალებას იძლევა. ივანიშვილისთვის სანქციები ნიშნავს ძალაუფლების შეზღუდვას, მაგრამ რა მოხდება თუ სანქციები ქვეყანაზეც გავრცელდა? სწორედ ამას მოიაზრებს პოლონეთის ინიციატივა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში დემოკრატიის მოშლას განაგრძობს ამ რეჟიმში, რისკის ქვეშ დადგება არა მხოლოდ პოლიტიკოსების ფინანსური დამოუკიდებლობა, არამედ ყველა ჩვენგანის წვდომა ევროპასთან, უვიზო მიმოსვლა, სწავლის და განათლების მიღების უფლება. რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, რომ მოქალაქეებმა გადავიხადოთ საფასური იმ გადაწყვეტილებებისათვის, რასაც ჩვენი მთავრობა იღებს. და როგორ მიგაჩნიათ, ისევ თეორიულია ეს საფრთხე, თუ უკვე საკმაოდ მოგვიახლოვდა, დაგვიწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.